Announcing today that Canada will achieve დღეს ვაცხადებ, რომ წელს კანადა მიაღწევს ნატოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან მიზანს, დაგეგმილზე 5 წლით ადრე. და ჩვენ კიდევ უფრო დავაჩქარებთ ინვესტიციებს მომავალ წლებში, ამ ახალი უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. დავიწყებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისა და ინვესტიციების განხორციელების წესების შეცვლით. შევცვლით სამხედრო სამსახურში მყოფი მამაკაცებისა და ქალების შეიარაღების წესს, რათა შევძლოთ ბრძოლა ახალ საბრძოლო ველებზე, უცნობ ტერიტორიაზე, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ზღვის ფსკერიდან არქტიკამდე და კიბერსივრცემდე, რათა დავიცვათ კანადელები, ჩვენი ინტერესები და მოკავშირეები. Canada is confident that our economic strategy კანადა დარწმუნებულია, რომ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია და ჩვენი მრავალი სტრატეგიული რესურსი კრიტიკული მინერალებიდან კიბერუსაფრთხოებამდე მნიშვნელოვან წილს შეიტანს ნატოს უსაფრთხოებაში. ჩვენ მხარს დაუჭერთ მოკავშირეების ვალდებულებებს უზრუნველყო ნატოს მიერ აგრესიის შეკავება ყველა სფეროში და ყველა მოწინააღმდეგისგან. ჩვენი ფუნდამენტური მიზანი ამ ყველაფერში კანადელების დაცვაა და არა უბრალოდ ნატოს ბუღალტრების დაკმაყოფილება.